რაც მინდა თქვა საყვედური ქართული ხალხის მიმართ. ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს, თუ რამხელა საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. თუ ჩვენ აი ეს ბრძოლა წავაგეთ, აქ არაბებთან და არაბული ქალაქი აშენდა, ვერავინ ამ ქალაქში ხმამაღლა ქართულად ვეღარ ისაუბრებთ. ეს პირველ ეტაპზე და მეორე ეტაპზე აქ აღარავის აღარ გააჩერებენ ქართველობას. ეს არის მოსალოდნელი უახლოეს პერიოდში რომის უკეთ. ამიტომ, როდესაც ჩვენ მოგიწოდებთ, რომ გამოხვიდეთ და ფეხზე დავდგეთ, ძალა ერთობაშია, ჩვენ ხომ არა ვართ რომელიმე პარტია. დღეს აქ ყველა უნდა ვიყოთ ქართველები. თუ ვისმეს რამე ვისმეზე წენა აქვს, ყველას უნდა ვაპატიოთ ერთმანეთი არაბების, ირანელების თუ სხვა მომდგარი ინდოელების და ასე შემდეგ დრების წინააღმდეგ. ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად და მაგალითი ვაჩვენოთ იმისა, რომ ჩვენ ღირსები ვართ ამ ქვეყნისა, რომ ვიყოთ ამ ქვეყნის ბატონ პატრონი. თუ ჩვენ ამას ვერ შევძლებთ, მაშინ არა ვართ ღირსები. თუ ჩვენ ბევრნი არ ვიქნებით, ამათ ჩვენ ვერ დავამარცხებთ. თქვენ კარგად უნდა დაფიქრდეთ, რამხელა პროექტთანაა საქმე. ის 6.3 რომ დაიწერა მილიარდი, მარტო ეგ არ არის მეგობრებო. აქ კიდევ მთელი გაგრძელება მოყვება აქ საუნივერსიტეტო ქალაქი რუსთავში და იქიდანაც სულ გაიყვანებენ აყრიან ჩვენ ხალხს იქ იაღუჯე და იმებზე რომ დავებიან. კიდევ ერთი იმდელი დაემატება, ჩაყლაპავს საქართველოს. რა გავაკეთოთ ჩვენ, მოგიწოდებთ, ჩვენ არა გვაქვს დიდი მასმედიები, ხო? რაც შესაძლებელია, საკმაოდ დიდი ნაკვები აქვს ჩვენს მოწოდებებს, ხო, ინტერნეტით. როგორ შეიძლება, როდესაც 9 მილიონამდე ნახვა აქვს და თავს იკავებთ ხალხო, სადახართ ეს ხალხი რა. როგორ შეიძლება, აი რა დასკვნა გავაკეთოთ, რანაირად გამოვაგვიძოთ ქართველიერი მითხარით, რანაირად. აღარავინ აღარ გაცხოვრებთ ამ ქვეყანაში, სულ მალე იცოდეთ. ჩვენ რაც შეგვიძლია ყველაფერს ვაკეთებთ, მანქანების კოლონებზეც თქვით, რაღაცა ნაწილი ჩაწერილია, მაგრამ 10-ჯერ მეტი უნდა იყოს, 10-ჯერ მეტი. ნუ თუ ასე გაწყდა საქართველოში პატრიოტები, მამულიშვილები. მე არ ვიცი, ეს ტყეპარკი იმდენად მნიშვნელოვანია, მეცნიერები იმ დასკვნაზეც მიდიან, რომ ერთ დროს დიდ გამყინვარებასაც კი გაუძლო. სწორედ აი ამაზეა ლაპარაკი აქ თბილისის აღმოჩენაზე, რომ აი აქ ხოხბების ბინადრობენ, ბოლოსაც ბინადრობდნენ აქ, მაგრამ მაშინდელზე გორგასლის დროსაც კი სწორედ აი ამ ტყეპარკთანაა დაკავშირებული იმ ხოხბის აღმოჩენაზე თბილისში. ამ ხელა უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს ამ ტყეპარკს და პლუს ამას ეს არის ფილტვები მთელი ქალაქ რუსთავისა და ფონიჭალის და აქეთ ამ მხარეს თბილისისა. ეს ეკოლოგიურად მთლიანად მოსპობს, იცით თქვენ აქ რაც მოხდება.